გამიჭირდა. პირველად ნამდვილად გამიჭირდა, უკვე მოწყვეტილი ვიყავი. 3 წლის განმავლობაში თავს ვებძოდი რა, რომ ფანქარის, ფერი, აღმედგინა, ჩემთვის პირდაპირ ხატს რო არიქ ამას დავიწყებ, აი ეგეთი რამე არ ყოფილა. ხატწერას ცხოვრების რთულ ეტაპზე მოკიდა ხელი. ოთარ შალიკიანისათვის ეკლესია და რწმენა იქცა საყრდენად. მისი რწმენა კი მოგვიანებით თვალხილულ ხატებად აქცია და უკვე წლებია ამ საქმიანობითაა დაკავებული. როგორც თვითონ გვიყვება თითოეული ხატის წერას, თვეების განმავლობაში მიყვება და თითოეულ დეტალში სულის ნაწილს დებს. რთულად სამუშაო, დრო ბევრი უნდა. ფიქრი უნდა, დრო უნდა, ლოცვების კითხვა უნდა, ყველაფერი და განწყობა უნდა ქონდეს, იმიტომ რომ სიწმინდეს არ წერ ხატს, ელაპარაკებ, ესაუბრებ. აი ეს განცდა თუ არა გაქვს, არ არსებობს, ვერაფერს ვერ გააკეთებ. ბევრი მოხაწერაში მუშაობდეს, ის სხვაგვარად ფიქრობს, სხვაგვარად აზროვნებს. სხვა იმითი ყურება, ცხოვრება სხვანაირად უყურებს. არ შეიძლება ხატს რო დაწერს და იგი მე სხვა რამეზე თაღლითობაზე და იმაზე აღარ იფიქრებს. იმიტომ რომ ხელა რამეა ის ბედნიერება. ბედნიერება არ ვიცი რა დონის, რო იცი რომ აი ბოლო იმას და ლაქს რო დაადებ და ჩაჩოჩი ჩასხონდა რამის. განვიშდი რა, იცი რომ რაღაცა შევქმენი, ვიღაცისთვის შევქმენი. წმინდა გიორგის მაკანკელის ხატები ისინი ხარებო შევდივარ და ხალხი რომ მიდის და ლოცულობს და რა იცი ამ დროს მე იქ ვდგავარ ჩემი დაძერილ ხატი და შეიძლება ბედნიერი კაცი არის ალბათ დედამიწის ზუსტად იმას ფიქრობ მე და ცრუცრემლი მადლობა თვალ გამუდმებით სიახლის ზიებაშია და სწავლაში პროფესიით ხელოვანისთვის ხატწერამ სხვა სირთულეები წამოჯრა თული მიმდინარეობა უკვე ბევრ რამეში შეზღუდული ხარ თავის დოგმა აქვს, თავის კანონები აქვს ყველაფერი და ლიტერატურა, ბევრი თარგმანა მომიწია, რუსული ლიტერატურიდან რაღაცები და დღესაც იგივეს ვაკეთებ. ბევრ რამეს ვსწავლობ, იმიტომ რომ ისეთი რამეა, რომ აქ შემეშალა არა. აქ შეცდომა არ შეიძლება ხატწერაში. ახაც მიყვა და აქ არა. აქ უნდა იყოს დაასრულო ის ჯერ არა არც ისე კიდე არ დაგასრულებიებს თვითონ წმინდანი თავის ხატთან ჩათვალეთ რომ არ მიგიშვებთ იმას სანამ არ დაასრულებ თვითონ იცის იმან რომ როდი გაგზნობიოს რომ დადებ ფუნჯი და დამთავრდა ეგა ყველაფერი ასე შრომობ თავდაღუზოგავად შრომობ სულ ძიებაში ვარ სულ ვცდილობ რაღაც ახალი შევმატყო და იერუსალიმის პატრიარქს აქ ჩემი წმინდანი ნუსხათი ახლა რეზიდენციაში უკიდია ერთადერთი პირველი ხატწერი ვარ ვისი ქართველი ხატწერის უკიდია თეოფილოს მესამეს იერუსალიმში. ის გეგმების მეტი რა დროა ცოტათ ვარა საქმეს რა გამოვებს და შეიძლება და ყველაფერი მშვიდობა იყოს თავარი. მშვიდობა იყოს და ხალხი იყოს დაწყნარებული და დამშვიდებული რომ ერთმანეთს არ ემაშობოდნენ რა. თუმცა ყველა რაღაცით დაკავდება რომ თავის საქმით და იმას სხვა საფიქრალი არ ექნება ვის რა გაუფუჭოს უფრო ყველა მაგარ რაღაცას გააკეთებს ისეთი ერი ვარ რომ ყველაფერი შეგვიძლია ყველაფერი გამოგვივა თავარია მონდომება თავარია მშვიდობა თავარია ურთიერთპატივისცემა სიყვარული და მეტი არაფერი ეგი გვექნება ყველაფერი გვექნება ხატიც გვექნება ტაძარიც გვექნება ლოცვაც გვექნება სიყვარულიც გვექნება და მშვიდობაც გვექნება ყველაფერი გვექნება